უკვე ორი თვეა ეს ხელისუფლება მოვიდა და აბსურდებმა სრულად ახალ სიმაღლეებს მიაღწია. ეს ხელისუფლება სერიოზულად ცდილობს დაარწმუნოს საზოგადოება, რომ მე გუშინ საღამოს ყალბი პასპორტით ვაპირებდი ერევანში გაფრენას პრეზიდენტის დელეგაციასთან ერთად ევროპის სახალხო პარტიის სამიტზე, რომელიც ერევანში გაიმართა, სადაც ჩვენ გქონდა შეხვედრები დაგეგმილი ევროკავშირის კომისიის თავმჯდომარესთან ბატონ ბაროზოსთან, ევროპის სახალხო პარტიის თავმჯდომარესთან მარტენსთან, სომხეთის პრეზიდენტთან, მოლდოვას პრემიერ-მინისტრთან და ევროპარლამენტის სხვა წევრებთან ერთად. ამ შეხვედრას ესწრებოდა თითქმის ყველა საერთაშორისო ტელევიზია და მედიის წარმომადგენელი და თქვენ შეგიძლიათ იხილოთ ეს კადრები ჩვენს ეთერებში. მე მესმის და ყველა ვიცით, რომ ხელისუფლება აპირებს ყველა დააშინოს და დაიჭიროს. მაგრამ ის რა დღეს განაცხადეს, ეს ყოველგვარ ზღვარს სცილდება. მაღალჩინოსთან პოლიციას შაუდეს იარაღი და ნარკოტიკი, შემდეგ მას იმისათვის, რომ დაეკავებინათ ბენზინის ტალონები ჩაუდეს. დღეს გოგა ხაჩიძის ოჯახში ჩაატარეს ჩხრეკა, ნაცვლ მოძრაობას ბრალდება სოფლიო მედიის მოსყიდვა და სხვა აბსურდული იდეები და გამონათქვამები. ეს რომ მარტო მე მეხებოდეს, რა თქმა უნდა, მე ამას იუმორით შევხვდებოდი, მაგრამ ეს ეხება მთელ საზოგადოებას, იმიტომ რომ ეს ხელისუფლება აპირებს თვალში ნაცარი შეაყაროს ჩვენ საზოგადოებას. დიდი მადლობა. Thank you.